გოგსაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. დედოფლის გორაზე აღმოჩენილ სასახლეს სპეციალისტები ისევ იკვლევენ. სამუშაო ჯგუფმა ტერიტორიაზე უკვე 15,000-მდე ნივთი აღმოაჩინა. ექსპედიცია ახალი არტეფაქტების მოსაძიებლად კიდევ ერთი კვირა გაგრძელდება. ეს არის საკურთხევლიანი ოთახის კარი. ამას ხის კარი ჰქონდა რკინის ანჯამებით და როგორც ჩანს დაბეჭდილი იყო. დაბეჭდილი იყო ორი თიხის ორი ბულით. ეს ერთი ბულა, რომელზედაც შემორჩენილი ანაბეჭდები. ერთი ბეჭედი აქ არის, მეორე აქ არის დასმული. ესე იგი ოთახში ყველა შესვლა არ შეეძლო, როგორც ჩანს. ოთახის სადაც შესვლა მხოლოდ ერთეულებისთვის შეიძლებოდა ძველი წელთაღრიცხვის მე-20 საუკუნეში აგებული სამეფო სასახლის ნაწილია. 3600 კვადრატულ მეტრზე გაშლილი ძეგლიდან არქეოლოგებმა ჯერ მხოლოდ მისი მესამედი შეისწავლეს. გათხრების შედეგად სამეფო კომპლექსში დარბაზები, სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთები, მრავალფეროვანი კერამიკული ჭურჭელი, რკინის შამფურები, ბრინჯაოს სასწორი და სამკაულებია აღმოჩენილი. მეტრო ოთახი როგორც ჩანს იყო კიბის უჯრედი. აქ ხის კიბე იყო მოწყობილი მეორე და მესამე სართულზე ასასვლელი. და ამასაც ხის კარი ჰქონდა. ხის კარის ნაშთები ნახშირის სახით გადარჩა და ჰქონდა კლიტე კუთხოვანი ჭრილით. რთული გასაღებია, ესეთი მარტივი არ არის. კუთხოვანი ჭრილით არის, მერე ბრუნდებოდა შიგნით. გასაღები და კლიტე ქართული ექსპედიციის მიერ აღმოჩენილი არტეფაქტების მხოლოდ მცირე ნაწილია. სამეფო კომპლექსზე, რომელიც ჩვენი წელთაღრიცხვის 80 წელს ძლიერი მიწისძვრის დროს განადგურდა, ქართველებთან ერთად ვენეციის კაფოსკარის უნივერსიტეტის საერთაშორისო არქეოლოგიური ექსპედიცია მუშაობს. მათი აღმოჩენების რიცხვში ეს ოქროს პატარა ფრაგმენტია. სპეციალისტების ვარაუდით აღმოჩენა ყელსაბამის ნაწილია. ეს აღმოჩენა ამტკიცებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ძველი წელთაღრიცხვის მეორე საუკუნეშიც კი მოიპოვებდნენ, ამუშავებდნენ და შესაძლოა მეზობელ ქვეყნებშიც კი ყიდდნენ ოქროს. სავარაუდოდ ეს მნიშვნელოვანი მხარე იყო იმ დროისთვის. საქართველოს ეროვნული მუზეუმის და ვენეციის კაფოსკარის უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტი მიზნად არქეოლოგიურ ნამოსახლარზე კულტურული ფენების შესწავლას ისახავს. ამ დროისთვის დედოფლის გორაზე ანტიკური, ადრე რკინის, გვიან ბრინჯაოს და ადრე ბრინჯაოს ხანის ფენები გამოვლინდა. იკვეთება ადრე რკინის ხანის ქვით ნაშენი გალავნის ნაშთებიც. ქარელში დედოფლის გორაზე აღმოჩენილი სამეფო სასახლე არქეოლოგების ინტერესის არეალში 1985 წლიდან მოექცა. აქტიური სამუშაოების მიუხედავად ჯერ ძეგლის მხოლოდ მცირე ნაწილი 22 ოთახია გათხრილი. სამუშაო ჯგუფმა ამ ტერიტორიაზე უკვე 15,000-მდე ნივთი აღმოაჩინა. ექსპედიცია ანტიკური ხანის და ადრე შუა საუკუნეების სასახლის დიდი კომპლექსიდან ახალი არტეფაქტების მოსაძიებლად მუშაობას კიდევ ერთი კვირა გააგრძელებს.